ისევე როგორც წინა აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა. ეს განცხადება სახალხო დამცველმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ოფისის რწმუნებულებმა 2 თებერვალს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. ამავე დარღვევებზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებიც. საპოლიციო ძალები მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის შეკრების უფლების განხორციელებაში. ისინი თვითნებურად აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. ამასთან რამდენიმე ეპიზოდში ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭყლეტვის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. ფიზიკურ ანგარიშწორებასთან ერთად ცალკეული სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს, განსაკუთრებით კი ქალებს. დაკავებულთა ნაწილი საუბრობს დაკავების შემდგომ ავტომობილებში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე და დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი ნიკო კოკაია. იგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ აგრძელებს არასათანადო მოქრობის პრაქტიკას. მე შევხვდი 3 დაკავებულს, 3-დან 2 არის საკმაოდ მძიმედ ნაცემი, აღენიშნება დაზიანებები, მაგალითად ბადრი გრიგარაშვილის პირდაპირ სახეზე აქვს მიყენებული დაზიანებები და მითხრა საუბრისას, რომ სპეციალურად მირტყავდნენ სახეში, ცხვირზე და თვალის არეში აქვს დაზიანებები, სილურჯეები და აცხადებს, რომ მინივენში, პოლიციის მინივენში, სადაც ძალადობდნენ, ერთ-ერთმა ადამიანმა, ვინც ძალადობდა მასზე, უთხრა ესეთი რაღაც, რომ გაგიმართლა თუ აქ კამერებია ბევრი და ამიტომ ეხლა შევწყვეტთ ძალადობასო და ჩავიდნენ მინივენიდან. ეს კამერები რო არ ყოფილიყო და უფრო ისეთ ადგილას ყოფილიყო მინივენი გაჩერებული, როგორც ჩანს, უფრო მეტხანს გაგრძელდებოდა და ბევრად უფრო მძიმე დაზიანებებს მიაყენებდნენ. ის რაც გუშინ საჯაროდ გავრცელებული კადრებით ვიხილეთ, არის აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან და ფაქტობრივად ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს. ჩვენ აქამდე ვნახეთ პატერნები, რაც ფაქტობრივად გამეორდა გუშინ, ეს იყო ადგილზე მობილიზებული მიკროავტობუსი, თუ სხვადასხვა სამართალდამცავების მიერ წიხლებისა და მუშტების რტყმა სახის არეში და თვალებში, რაც არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემადგენელი კომპონენტი. 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს. მათგან ნაწილი მალევე ხელწერილი საფუძველზე გათავისუფლდა. ამავე საღამოს გავრცელდა კადრები, რომელშიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობს. მოგვიანებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ჩვენ მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს ამ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის, რა თქმა უნდა გამოიყოს ზვიად ხარაზიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საჭიროება, რადგან ის უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში და ამასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ხშირად საგამოძიებო უწყებები საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ პოლიციელებს აქვთ ისეთი ჩაცმულობა უკეთიათ მიღაბი და მათი ამოცნობა ვერ ხერხდება, თუმცა ის კადრები, რომელიც გავრცელდა, იდენტიფიცირებას ახდენს კონკრეტული პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში. ამიტომ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა აუცილებლად უნდა დაიწყოს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ დაიწყეს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ კონკრეტულ პირებს ვერ დაასახელებენ. 28 ნოემბრიდან დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური უცვლელად აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ ამბობენ, რამდენი სამართალდამცველის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ან შეუჩერეს თუ არა რომელიმე მათგანს უფლებამოსილება. უწყებაში არც იმას ამბობენ, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი.